თუ შენი რეკლამა არ მუშაობს, პრობლემა რეალურად რეკლამაში არ არის. შენ უბრალოდ არ გესმის, როგორ გადაადგილდება მომხმარებელი სოციალურ ქსელში და რეალურად რა უნდა მას, რომ გაიგოს ნებისმიერი ბიზნესისგან. მოდი დავიწყოთ მარტივად. ყველა ბიზნეს მინიმუმ გააჩნია 3 ჩეკპოინტი, სადაც მომხმარებელი ჩერდება და რეალურად იწყებს ფიქრს. შენ თუ არ გესმის, რომელ ეტაპში იჭედება შენი მომხმარებელი ამ პროცესის განმავლობაში, შენ ყოველთვის გაიმეორებ ერთი და იგივე შეცდომას და დახარჯავ მხოლოდ ფულს და ენერგიას. პირველი ეტაპი არის, როდესაც შენ უშვებ რეკლამას. უშვებ რეკლამას, არც ფული არ იხარჯება, არც გადმოდიან ახალი ფოლოვერები, არც კომენტარებს არავინ არ წერს და რა თქმა უნდა, არც გაყიდვები არ გაქვს და არც არავინ არ იწერა მესიჯებს. ამ შემთხვევაში პრობლემა ძალიან მარტივი არის. შენი კრეატივი, შენი რეკლამა ვერ იქცევს ვაფშე ყურადღებას. ხალხი ვერ ხედავს ამ კონკრეტულ შეთავაზებაში რაღაცა ველიუს. ამისთვის დაგჭირდება, რომ შენ შეცვალო სხვა კუთხე, სხვანაირი შეთავაზება გაუკეთო, შექმნა ემოცია სხვანაირად და ამავდროულად გამოიყენო პატარა მარკეტინგული ხრიკები, რომელიც არის მაგალითად დაძაბულობის შექმნა. მეორე ეტაპი არის, როდესაც შენი რეკლამა დაუშვათ მუშაობს, მაგრამ კლიენტები გწერენ და გეკითხებიან ფასს. ეს არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა და ამ შემთხვევაში შენი პრობლემა არის ის, რომ მომხმარებელმა ვერ დაინახა შენს ბიზნესში რაღაცა კონკრეტული ღირებულება, რასაც თვითონ ეძებდა და უბრალოდ აინტერესებს ფასი. ფასი არაფერ შუაში არ არის. შუაში არის არასპეციფიური მიზანი შენი მომხმარებლის. შენ მასთან ვერ ააგე საკმარისი ემოციური კავშირი. ამიტომ ის შენ არ გენდობა და არც გამოყვება არასდროს ბოლომდე თუნდაც რო უთხრა ფასი. ეტაპი მესამე. ეს ის ეტაპია, სადაც უმრავლესობა დააბრალებს მომხმარებელს, რომ მომხმარებლის ბრალი არის, რადგან ეს რაღაც კონკრეტული არ განახორციელა. ეს არის ეტაპი, როდესაც მომხმარებელი გვირდება, რომ შენგან შეიძენს, მაგრამ საბოლოოდ მერე ქრება. მაგრამ რეალური პრობლემა აქ არის ბიზნესის სისტემაში, ბიზნესის customer journey funnel-ში. ძირითად შემთხვევაში აქ არის პრობლემა ხოლმე ბევრი ნაბიჯი, ნაკლები დასაბუთება და რაც კიდევ ყველაზე უკიდურესია, არასწორად გაყიდვა და არ არსებობს ხოლმე ვაფშე follow-up-ები. თავიდან რომ მიწერო მომხმარებელს შეახსენო შენ თავზე, ფასდაკლება გაუკეთო, რაღაცა მარკეტინგული ხრიკი გამოიყენო, რომ ის მომხმარებელი, რომელიც დაინტერესებული იყო და გითხრა რომ დაბრუნდებოდა, რაღაცნაირად მაინც მოაბრუნო. ძირითად შემთხვევაში ბიზნესი ამათ ფეხებზე იკიდებს. რა გამოდის, რომ შენ მათ კარი გაუღე, მაგრამ შიგნით აღარ შემოიპატიჟე. ბიზნესი მარტივია, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგია ნამდვილად არა. შენ ყოველთვის ეძებ პრობლემას შენ გარშემო და ამ შემთხვევაში პრობლემას ეძებდი რეკლამაში. მაგრამ შენ თუ არ გაითვალისწინე ადამიანის ქცევითი თვისებები, შენ ყოველთვის ჩამორჩები შენ სტრატეგიას და ვერასდროს ვერ გახდება შენი ბიზნესი წარმატებული. გააკონტროლე შენი ფანელი. იპოვე სად არის გარღვევები, გამოასწორე ის. ესე მუშაობს ჩვენი სისტემა ერგოში. და თუ გინდა რომ შენ ზუსტად იგივენაირად ჩვენი ცოდნით აგიწყოთ მსგავსი ფანელი და შენი მომხმარებელი გზაში არ დაიკარგოს, მაშინ მოგწერე.